ალბათ გსმინეთ გამოთქმა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, მაგრამ რამდენ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ისეთი მახასიათებლები აქვს, რომლებიც სხვას არავის გააჩნია. არც ისე ბევრს. დღევანდელ ვიდეოში კი 1000 ასეთ ადამიანს გაგაცნობთ. თუ ამ არხზე ახალი ხარ, აუცილებლად გამოიწერე არხი, გააქტიურე ზარის ღილაკი და ვიდეო მოიწონე. დავიწყოთ. ნომერი 10. ნილ ჰარვისონი, მსოფლიოში პირველი კიბორგი. ნილ ჰარვისონს ტექნოლოგიასთან იმაზე ახლო კავშირი აქვს, ვიდრე მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ სხვა ადამიანს. ყველაფერი მისი დაბადებიდან დაიწყო, როდესაც მას სრული დალტონიზმი დაუდგინდა. მიუხედავად იმისა, რომ შავ-თეთრი მხედველობის გამო თავისუფლად არ იგრძნობდა, მას სურდა მხედველობის შესაძლებლობები სრულიად განსხვავებული გზით გაეფართოვებინა. 2004 წელს მან გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც ხილული და უხილავი სინათლის ტალღების შეგრძნების საშუალებას აძლევდა. ამისთვის მას თავში ანტენის მსგავსი სენსორი აქვს ჩადგმული. ეს ანტენა სინათლის ტალღების სიგრძეებს ვიბრაციებად გარდაქმნის, რომლებიც მას თავის ქალაში გადაეცემა. შემდეგ კი მათი მოსმენა და აღქმა შეუძლია. დღეს ნილ ჰარვისონი ცნობილია როგორც მსოფლიოში პირველი ოფიციალური კიბორგი, ნაწილობრივ ადამიანი და ნაწილობრივ რობოტი. თავად ნილის აზრით, მომავალში ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანები სულ უფრო მეტად გახდებიან კიბორგები. ნომერი 9. ძმები როდრიგო და ხავიერი. როდესაც ტყუპი ძმები როდრიგო და ხავიერი დაიბადნენ, ორივეს ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. მათი სხეული უკონტროლოდ იზრდებოდა. როდრიგომ გადარჩენა ვერ შეძლო, რადგან მისი გულმკერდის არემა არანორმალურად დიდი იყო. ხავიერი კი გადარჩა. ზრდასთან ერთად მას რამდენიმე ისეთი თავისებურება განუვითარდა, რის გამოც მისი სხეული ძალიან სწრაფად იზრდებოდა. მისი თავი უზარმაზარი გახდა, ისევე როგორც ყურები. მამამისის თქმით, ხანგრძლივი კვლევის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოში ხავიერის მსგავსი სხვა შემთხვევა არ არსებობს. მისი სხეულის გარდა კიდევ ერთი რამ, რაც ზედმეტად გაიზარდა, ტრაქეისა და ხორხის ხრტილოვანი ნაწილი. ამის გამო მას შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხმა ჰქონდეს. თავისუფლად გადაადგილებისთვის ხორხეს ინვალიდის ეტლი სჭირდება და დროს ყოველდღიურად საოჯახო საქმეების დახმარებაში ატარებს. ნომერი 8. ქალი, რომელსაც შუბლზე რქა აქვს. ამ ქალს უნიკალური მახასიათებელი აქვს. შუბლიდან თითქმის 6.25 სანტიმეტრის სიგრძის რქა ამოსდის. 2009 წელს ქალმა პირველად შეიმჩნია, რომ შუბლის მარცხენა მხარეს რქის მსგავსი წარმონაქმნი ეზრდებოდა. მას შემდეგ ბევრმა ექიმმა და საკუთარმა შვილმაც კი არაერთხელ სთხოვა, რომ რქა მოეშორებინა. ისინი ოპერაციის უფასოდ ჩატარებასაც კი სთავაზობდნენ, თუმცა ქალს ამის გაკეთება არ სურდა, რადგან თავისი რქით ამაყობდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ცილის დროს პრობლემებს უქმნის, ქალი პოპულარობით სიამოვნებას იღებს, რომელსაც ეს უნიკალური გარეგნობა იზიდავს. მის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანები მოდიან და საჩუქრებიც კი მოაქვთ. ნომერი 7. ჰუსეინ ნონი. ჰუსეინ ნონი რამდენიმე რამით არის ცნობილი. ერთ-ერთი მისი სურვილია, ჩინეთის ახალი როკ-ვარსკვლავი გახდეს. მეორე კი ის არის, რომ მისი თმა სხეულის დაახლოებით 96%-ს ფარავს. ფაქტობრივად მისი სხეულის თითქმის ყოველ სანტიმეტრს. ამის მიუხედავად ჰუსეინს ცხოვრებაზე დადებითი დამოკიდებულება აქვს. ის ჩინეთის ქალაქში დაიბადა, სადაც ბავშვობაში სხვები მის გარეგნობას დასცინოდნენ და გამოქვაბულის ადამიანს ეძახდნენ. დღეს ის თავის უნიკალურ გარეგნობას აღარ გაურბის და მას თავდაჯერებულად იღებს. თუმცა ამ გარეგნობას თავისი პასიც აქვს. ჭაბით მას მენაში უშლის ხელს, ხოლო სხეულის სხვა ნაწილებთან დაკავშირებით პრობლემების გამო მას სულ 5 ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ნომერი 6. ადამიანი, რომელსაც 28 თითი აქვს. როდესაც ის ყოველდღიურ სამუშაოს, როგორც თურქალი ასრულებს, ხშირად მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს, როგორ არ დაიზიანოს შემთხვევით რომელიმე ზედმეტი თითი. ის 40 წლისაა და მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც რეკორდული რაოდენობის 28 თითი აქვს, ხელებსა და ფეხებზე ერთად. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმაც კი აღიარა მისი ეს უნიკალური მახასიათებელი. ის დასავლეთ ინდოეთში დაიბადა და თითოეულ ხელზე 7 თითი აქვს, ხოლო თითოეულ ფეხზე ასევე 7 თითი. თავად აღიარებს, რომ ზედმეტი თითები ცხოვრებას გარკვეულწილად ართულებს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, თუმცა ხელებსა და ფეხებზე არსებული დამატებითი თითებისგან დადებითი მხარის დანახვასაც ახერხებს. მას სიამოვნებს ადამიანები, რომლებიც მის სანახავად მიდიან და მას ცნობილი ადამიანებით ექცევიან. ასევე უყვარს ბავშვების გაცინება ხელის სხვადასხვა ილეთებით. ნომერი 5. მოდელი, რომელმაც სამოდელო სამყარო შეცვალა.
სარა მოდელია, რომელმაც სამოდელო სფერო შეცვალა. მას ძალიან იშვიათი მდგომარეობა აქვს, რომელსაც Ehlers-Danlos-ის სინდრომი ეწოდება. ეს მდგომარეობა მის კანს ზედმეტად ელასტიურსა და ჩამოშვებულს ხდის. როდესაც ის 10 წლის იყო, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მისი კანი მისი ასაკის სხვა ადამიანების კანისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ის ნაკლებად ელასტიკური და გაცილებით მყიფე იყო. ბავშვობაში სარა მიცოდა, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო და ცდილობდა კანი მაქსიმალურად დაემალა. ამის გამო ძალიან დაუცველადაც გრძნობდა თავს და არასდროს სურდა, თუმცა რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო გაბედული და საკუთარ კანთან მიმართებით თავდაჯერებული ხდებოდა. საბოლოოდ 22 წლის განმავლობაში ცუდი ურთიერთობის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ დამალვისთვის თავი დაენებებინა. 2015 წელს მან არამხოლოდ შეწყვიტა საკუთარი კანის დაფარვა, არამედ თავის ისტორიაც საჯაროდ მოყვა ერთ-ერთი კამპანიის ფარგლებში. მას იმედი ჰქონდა, რომ მისი ისტორია სხვა ადამიანებსაც შთააგონებდა. საკუთარი თავის შეყვარება დაიწყოთ მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ. ნომერი 4. პაულ ალექსანდერი. პაულ ალექსანდერს შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია ჰქონდეს. 1952 წლის ზაფხულში, როდესაც ის 6 წლის იყო, პოლიომიელიტი დაემართა. ოჯახმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ერთ-ერთმა ექიმმა უთხრა, რომ მის გადარჩენის იმედი საერთოდ აღარ იყო. მეორე ექიმმა კი გადაუდებელი ოპერაცია ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ პაულის მთელი სხეული პარალიზებული იყო, მისი ფილტვების გადარჩენა მოხერხდა. 3 დღის შემდეგ მან გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მთელი სხეული სპეციალურ აპარატში იყო მოთავსებული. მას მოძრაობა და ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ სასწაულებრივად ცოცხალი იყო. აპარატს, რომელშიც პაული იმყოფებოდა, რკინის ფილტვი ეწოდებოდა. ეს პაციენტს სუნთქვის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, პაულმა სწავლა განაგრძო და საბოლოოდ ადვოკატიც გახდა. პაულმა, რომელიც დღეს 70 წლისაა, მთელი ცხოვრება ამ აპარატში გაატარა. ნომერი 3. გეიმს და დე ბანგლუკ ნეპალი. გეიმსი დაბადებისას ჯანმრთელი იყო, თუმცა დაბადებიდან დაახლოებით 15 დღის შემდეგ მისმა მშობლებმა შენიშნეს, რომ კანის ცვიოდა და მის ადგილას სქელე შავი ქერცლები ჩნდებოდა. ექიმები გაუცებულები იყვნენ და თავდაპირველად მშობლებს უთხრეს, რომ ეს სოკოვანი ინფექცია იყო, რომლის წინააღმდეგაც ვერაფერს გააკეთებდნენ. როდესაც გეიმსი 5 წლის გახდა, მისი მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. მისი კანი სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა ქვას. საბოლოოდ მას იშვიათი და განუკურნებელი კანის დაავადება, იქთიოზი ოფიციალურად დაუდგინეს. მის მშობლებს მკურნალობის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ. ბიჭს მეგობრების შეძენაც უჭირდა, რადგან სხვა ბავშვებს მისი ეშინოდათ. თუმცა შემდეგ მის ცხოვრებაში ემოციური მომენტი მოხდა. მისი ისტორია სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ბრიტანელი მომღერლისა და მსახიობის ჯო სტოუნის ყურადღება მიიპყრო. მან ამ ბავშვის მკურნალობისთვის თაღის შეგროვება დაიწყო. ნომერი 2. გოგონა გველი. რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა სტატია 8 წლის ტაილანდელ გოგონაზე სახელად Mailing Pace de Van Gogh-ზე, რომელიც თითქოს გველის კუც ატარებდა. მას შნაიდერი შეერქვეს და ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა, რომ მას იშვიათი სინდრომი, ეგრეთ წოდებული იინინის დაავადება ჰქონდა. საბოლოოდ გველი გოგონას ისტორია სიმართლე არ აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ ისტორია, რომელსაც მოგიყვებით, გარკვეულწილად ძალიან ჰგავს მას. განიცანით მილაგროს ერენ პრუდანი, რომელსაც ქალთევზა ბავშვს უწოდებენ. მას უკიდურესად იშვიათი მდგომარეობა ჰქონდა, რომლის დროსაც მისი ფეხები ერთმანეთთან იყო შეერთებული და გარეგნულად ქალთევზის კუც გავდა. ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ მან სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვე გადალახა, როდესაც 9 თვის გახდა, რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და ფეხები განუცალკევდა. სამწუხაროდ გოგონა მხოლოდ 15 წლამდე იცოცხლა. ნომერი 1. სან სიმონი. სან სიმონის დაბადებამდე მის დედას უკვე 5 შვილი ჰყავდა დაკარგული. საბოლოოდ მას კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც ნამდვილი მაუგლი. ელის მიკროცეფალია აქვს. მდგომარეობა, როდესაც ბავშვი უჩვეულოდ პატარა თავის ქალითა და თავით იმადება. ზრდასთან ერთად მას მთელი სოფელი დასცინოდა და ავიწროებდა როგორც გარეგნობის, ისე შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო. ამის შემდეგ ელი ტყეში გაიქცა და ტყემის სახლად იქცა. იქ მან 10 წელზე მეტი გაატარა, თუმცა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა დოკუმენტურმა ფილმმა მისი ისტორია მოყვა. ელი ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობს და სმენის პრობლემებიც აქვს, მაგრამ ახლა განათლებას სკოლაში იღებს. მან რამდენიმე მეგობარიც შეიძინა და როგორც ჩანს, განსაკუთრებით უყვარს კოსტუმის ჩაცმა, როდესაც სკოლაში მიდის. ამით დღევანდელი ვიდეო ასე მიიწურა. არ დაგავიწყდეს გამოიზერო არხი და დაალაიქო ვიდეო. მომავალ ვიდეომდე.